ნაციონალური მოძრაობა თავის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მოძრაობას და ბრძოლას ამ უნიათო და არაფრის მაქნისი ხელისუფლების წინააღმდეგ. და რაც შეეხება იმ 4 ადამიანის პარტიის დატოვებას, ეს არ არის მე მგონი დიდი დანაკლისი პარტიისთვის და ყველანაირ საფუძველს მოკლებული იყო მათი არგუმენტები, უარგუმენტოდ დატოვეს ეს ყველაფერი, უბრალოდ თქვეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და სხვა პარტიას აფუძნებენ. ეს ერთადერთი განმარტება ეს იყო და მე არ ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა კი არა, ეს არის ერთადერთი მოძრაობა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლებაში მოვიდეს და ხელისუფლებაში განახორციელოს ის მიზნები, რომელი მიზნებისთვისაც ამდენი წელიწადი აქ ვიბრძვია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, კორუფციასთან ბრძოლა, სიღარიბის აღმოფხვრა და სხვა პრობლემები, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. და ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ იმ ხალხთან ერთად, ვინც 2012 წლის არჩევნების შემდეგ დარჩა პარტიაში ან მათ გარეშე. როგორც მათი განმარტებით ჩანს, ისინი აგრძელებენ ბრძოლას ერთიანი საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მოვალისათვის. თუმცა ინდივიდუალურად მათი საქმე ალბათ საგრძელებენ მოღვაწეობას და ბრძოლას კონკრეტული პიროვნებები. ჩვენ თავად მოვუძებთ ყვავილშული გადაწყვეტილები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ შეძლებს აგრძელოს ბრძოლას ქვეყნის სივრცეში და კონკრეტულად ფიქრიდან გამოყვანისათვის.